ჩვენ ნახეთ როგორია Honeywell ცემენტის წარმოების სრული ციკლი და ხარისხის კონტროლის მექანიზმები, რომელიც ყველა ეტაპზე მოწმდება. ახლა კი მოვედით გადამწყვეტ წერტილამდე. ბეტონი არის ის საბოლოო პროდუქტი და ტექნოლოგიური შედეგი, რითაც Honeywell ცემენტის ხარისხის ჯაჭვი იკვრება. აქ შეცდომის უფლება არ არსებობს, რადგან სწორედ ამ მასალაზეა დამოკიდებული, მაგალითად სათამბჯენების ხიდებისა თუ საცხოვრებელი სახლების სიმტკიცე. რა საფეხურებს გადის ბეტონი იქამდე, სანამ გაიგზავნება უკვე იმ ობიექტზე, სადაც უკვე თქვენი ბეტონი გამოიყენება მშენებლობაში. პირველ რიგში დატვირთამდე არსებული ბეტონზიდი ამოღრის გამონარეც წყალს, რომელიც წინა რეისიდან ან წინა დღიდან ან იმ დილიდან აქვს კასრი ჩარჩენილი. ამის შემდეგ შედის დასატვირთად. წყლის ამოღრა საჭიროა იმისთვის, რომ ჩაყრილმა ბეტონმა არ მოახდინოს გავლენა ხარისხის გაუარესებაზე და უფრო არ გათხელდეს და წავიდეს შესაბამისი კონსისტენციის, როგორიც მოთხოვნილი აქვს დამკვეთს. ჩაირეცხება რეციკლირების დანადგარში, რომელიც განაცალკევებს წყალს და ქვიშაღორღის მარცვლებს, ნაცრისფერ წყალს უკანვე გამოვიყენებთ წარმოებაში და ასევე შესაბამის ქვიშაღორღს უკან გამოვიყენებთ წარმოებაში შესაბამისად. ფაქტობრივად დანაკარგის გარეშე ხდება უშუალოდ აქ პროცესი. მეორადი ამ წყლის გამოყენება ხდება კიდევ ისევ წარმოებაში. კი ბატონო, 20%-ით ხდება არსებული წყლის მოხმარება უკან, ანუ თუ კუბზე ჭირდება 200 ლიტრი წყალი, 40 ლიტრი წყალი ემატება რეციკლირებული წყლიდან. ამის შემდეგ უკვე ოპერატორი იძახებს რიგში მდგომ მანქანას, შედის ბეტონზიდი უკუსვლის ტრიალით, ხდება შესაბამისი რეცეპტის არჩევა საოპერატოროში და შესაბამისი დამკვეთის თავის მისამართით, დაკვეთის რაოდენობის მიხედვით ხდება იმ რაოდენობის ჩატვირთვა. საცობების გამო ან სიცხის გამო შეიძლება მოხდეს ბეტონის შედარებით გამყარება ან ეგრეთ წოდებული კონუსის ვარდნა. ამისათვის საჭიროა ლაბორატორიამ შეამოწმოს როგორც ადგილზე, ასევე სამშენებლო უბანზე შესაბამისი ბეტონის ხარისხი. ლაბორატორია ჩართულია ბეტონის ხარისხის მონიტორინგის პროცესში. თითოეული ლაბორატორიული გამოცდა ეს არის დასტური, რომ აქ წარმოებული ბეტონი ზუსტად იმ სიმტკიცისაა, რაც პროექტს ჭირდება. რა სიხშირით ხდება უშუალოდ ამ ნიმუშების აღება იმ სამშენებლო ობიექტებიდან, სადაც თქვენი ბეტონი გამოიყენება? თბილისში 30-მდე ლაბორატორიის სპეციალისტი ყავს, რომელიც ყოველდღიურად ლაბორატორიული მანქანების საშუალებით ახდენენ ობიექტებზე მისვლას და ნიმუშების აღებას, რომელიც მეორე დღეს მერე ნიმუშები მოდის ლაბორატორიაში, ვინახავთ რეჟიმის ოთახში და სტანდარტულად ხდება მერე 7 დღეზე და 28 დღეზე მისი გამოცდა. სიმტკიცის ტესტს გადის მოკლედ თქვენი ბეტონი. კიდევ რისი ტესტი უნდა ჩააბაროს, რა გამოცდა უნდა ჩააბაროს მოკლედ თქვენს ლაბორატორიაში უკვე შემოსულმა ბეტონმა? ეს დანადგარი არის ბეტონის წყალგაუმტარობის დანამატზე შემოწმებისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას განსაზღვროთ ამ ნიმუში რამდენ სანტიმეტრზე შეაღწევს წყალი. დრეკადობის მოდული განსაზღვრავს დატვირთვისას, როგორც თქვით, ბეტონის დრეკადობის სიმტკიცეს, რომელიც მნიშვნელოვანია კონსტრუქტორისთვის სხვადასხვა კონსტრუქციების გაანგარიშებისას და სწორი გაანგარიშება გვაძლევს საიმედოობის და ხანმედეგობის შესაძლებლობას. როგორ კონტროლდება უშუალოდ უკვე ბეტონზიდში ჩატვირთული ბეტონის მასა, რომელიც მიემართება სამშენებლო ობიექტისკენ? ლოგისტიკის მთავარი ამოცანაა ბეტონი ობიექტებამდე მიიტანოს იმ ხარისხითა და მდგომარეობით, როგორშიც ის ქარხანაში დამზადდა უშუალოდ. ტრანსპორტირების დრო, მარშრუტის სწორად დაგეგმა, მიწოდების უწყვეტობა და დროული ჩასხმა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბეტონმა თავის თვისებები შეინარჩუნოს. თბილისში ჩვენ ამჟამად გვაქვს 9 ბეტონის ქარხანა, საიდანაც დედაქალაქში და მის შემოგარეში მდებარე სამშენებლო ობიექტებს უმაღლესი ხარისხის ბეტონს ვაწვით. ჩვენი თითოეული მანქანა აღჭურვილია GPS მოწყობილობით, შესაბამისად მუდმივი კონტროლი ხდება ტრაფიკის ნებისმიერ ლოკაციაზე და ეს პროცესი აბსოლუტურად ელექტრონულად გამართულია. თვეთი არის გზაში. კი, მანქანები. და ამას ვნახულობთ და ეს ჩანს ლაივ რეჟიმში, ხო? ეს არის ახლა ეს მანქანა ზუსტად რომ აი ამ ლოკაციაზე იმყოფება და მიდის ჩვენს მომხმარებელთან. სად მიდის, ლეილა?
ეს მიდის ფეიქრების თბილისი ფეიქრების ქუჩაზე. სადღაც აქვს ცემენტის ტიპი მითითებული, დასაწყისი ლოკაცია, სად დაიტვირთა, რა ღირებულების არის და ასე შემდეგ. ყველანაირი ინფორმაცია აქ აქვს. შევქმნით უკვე წელიწადზე მეტია სპეციალური პლატფორმა, რომელიც მართლა საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომ ერთი ღილაკის ერთი დაჭერით მთელი პროცესი დაიწყოს და მერე თვალი ადევნოს ამ თავისი პროდუქციის გადაადგილებას თუ საბოლოო მიღებას და 70-75%-ით შემცირებულია ზარების და შეტყობინებების და იმეილების მოცულობა აი ამ პორტალის გაშვების შემდეგ და 90% ჩვენი პროდუქციის ჩვენს მომხმარებლამდე მიდის აი ამ პორტალის გავლით. აი ზუსტად ეს ტექნოლოგიური განვითარება, IT მიმართულებების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია არის ზუსტად მომავალი ამ სფეროსი და ის ვინც ამ ნაწილში იქნება ლიდერი, ის აუცილებლად დარჩება ბაზარზე. საერთოდ ბაზრის ლიდერობა ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას გაკისრებს. და მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტები, თუნდაც IT მიმართულებით, რეგიონში ნამდვილად უპრეცედენტოა.